მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს და დღეს გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებზე და საერთოდ რა გეგმები აქვს და აქვს თუ არა გეგმები ხელისუფლების აი ამ ავტორიტარული მიდრეკილებების შესაკავებლად. ყველა საკითხზე აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ესეთ მოკლე ფორმატში ძნელია, ამიტომ ორ ჩემის აზრით ძირითად თემას გამოვყოფდი. პირველი ეს გახლავთ აი ეს მიმდინარე დისკუსია ოპოზიციურ პარტიებში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ მიღებასთან დაკავშირებით. აქ საუბარია ორივე მხარე შეიძლება ითქვას საუბრობს მხოლოდ თავისი გადაწყვეტილების სისწორეზე, ანუ იმ პოზიტიურ ნაწილზე, რაც დამახასიათებელია ამ თუ იმ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ რისკებზე ნაკლებად საუბრობს და მოვლენების განვითარებაზეც პრინციპში საზოგადოებას აქვს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა. ეხლა ბოიკოტირება არჩევნების არსებულ ვითარებაში მორალურად ძალიან გამართლებული ნაბიჯია, ანუ ემოციურად გასაგებია და აქ საკამათო არაფერი არ არის, მაგრამ პოლიტიკოსის ფუნქცია არ არის მხოლოდ აპელირება იმაზე, თუ რა არის სწორი ესეთი ზნეობრივი თვალსაზრისით, ხო? ამასთანავე მან უნდა თქვას, თუ აი ამ ესეთ განვითარების შემთხვევაში რა გზები არსებობს იმისათვის, რომ აი ეს ტენდენციები ხელისუფლებაში მიმდინარე ავტორიტარული ტენდენციები იქნას დამარცხებული. და აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. კი ბატონო, გვესმის, რომ არჩევნებში არ მონაწილეობა ეს არის ერთ-ერთი გზა, მაგრამ ამასთანავე მათ უნდა გვითხრან მაშინ არასაარჩევნო გზით, როგორ მიიღწევა ის შედეგი, რასაც ქვია ხელისუფლების ჩამოშორება ძალაუფლებისგან და ქვეყნის დაბრუნება ნორმალური განვითარების გზაზე და აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. რჩება შთაბეჭდილება, რომ თვითონაც არ იციან თუ რა უნდა მოხდეს, იმის ილუზია, რომ რაღაცა გარედან მოხდება ისეთი, რომ თავისთავად ხელისუფლება დაიხურავს ქუდს და წავას სახლში, ეს ძალიან მიამიტი გაგება პოლიტიკის, საყოველთაო ბოიკოტის ორგანიზებაც ვერ ხერხდება ეს სრულიად ცხადია და აი ესეთ ვითარებაში, როდესაც ძირითადი კვალიფიციური სუბიექტები შეიძლება დარჩენ თამაშგარე მდგომარეობაში და ერთი 10-15 პარტია მოიძებნოს, რომელიც ამ სუვერენული დემოკრატიის, ფასადური დემოკრატიის დამკვიდრების საშუალებას მისცემს ხელისუფალს, ხო? აი რა ხდება ამის შემდეგ? აქ მათ არა აქვთ ესე რომ ვთქვათ წარმოდგენა, ძირითადად გამოდიან აი ამ ესე რომ ვთქვათ გულზე მჯიღის ყრის დონეზე და ოპონენტების დამუნათების რეჟიმში არიან, შეიძლება ითქვას, ხო? ვინც მომხრეა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის, ის ცდილობს რაღაც რაციონალური არგუმენტებით ისაუბროს, რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს და აქ ეხა ეს პოზიცია ჩემთვის უფრო გასაგებია, შეიძლება მისაღები არ იყოს ბოლომდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არსებობს რაციონალური არგუმენტები, იმიტომ რომ ფასდება როგორც პოზიტიური ნაწილი, ასევე ისინი ობიექტურად აღიარებენ, რომ აქ არის გარკვეული რისკებიც. მეორე საკითხი, რაც მინდოდა თქვენთან მესაუბრა, ეს გახლავთ აი ეს კანონი მედიასთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლება აქტიურობს ეხლა და სარჩელიც კი შეიტანეს ესე რომ ვთქვათ, სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან ტრაგიკომიკულად გამოიყურება პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ სიძულვილის ენა, დაპირისპირება, ეს ყველაფერი ამ ყველაფერში ესე რომ ვთქვათ, ტონის მიცემია თვითონ ხელისუფალი და აი გაღმა შეედავეს პრინციპით, ისინი ედავებიან თავის ოპონენტებს, რომ თურმე ისინი იყენებენ რაღაც სიძულვილის ენას, რაღაც რუსებს ეძახიან, მონებს ეძახიან და ასე შემდეგ და აი ამ ყველაფრის აკრძალვა უნდათ, ხო? დიდი ბოდიში ეს ამ კანონს მე ოპოზიციის და იგივე მედიის ადგილზე ჩემს სასარგებლოდ შემოვატრიალებდი, იმიტომ რომ ბევრად უფრო მძიმე ფორმულირებები გამოიყენება ხელისუფლების მხრიდან, ბრალდებასთან გათანაბრებული, როდესაც
ვიღაცა გეუბნება რომ შენ უცხოეთიდან ფინანსები და უცხოეთის აგენტი ხარ, ხო? ეს არის პირდაპირ ბრალდება, რაც ისედაც სისხლის სამართლის დანაშაულია ყოველგვარი ახალი კანონების გარეშე, ცილის წამება პირდაპირ და შესაბამისად, კი ბატონო, ხელისუფლება მიიღო ეს კანონი, მაგრამ ხო შეუძლია მეორე მხარეს ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ხო? მაგრამ აი ეს რეაგირება არ ჩანს და არგუმენტებად მოყავთ ის, რომ აი ამ სასამართლოში მაინც რა და ასე შემდეგ და ეს შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ დღეს არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ისევ სკეპტიციზმი ვნერგოთ, უნდა ვიბრძოლოთ ყველა მეთოდებით, ყველა ინსტრუმენტებით, რაც ჩვენს ხელთ არის და თუ ეხა იმათი სარჩელი დაკმაყოფილდა ხელისუფლების და ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებზე მეორე მხარის სარჩელები არ დაკმაყოფილდა, ну ეხა გასაგებია, ხო? მაშინ ფორმდება ის ყველაფერი, ანუ ის კლასიკური ავტორიტარიზმი, რაზეც ხელისუფლება ცდილობს, რომ ხელი ბოლომდე არ მოაწეროს. ასე რომ ბრძოლა გრძელდება და ბრძოლაში უნდა იქნას გამოყენებული ყველა რესურსი, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების ოპონენტის მხარეს არც თუ ისე კარგად არის ამ ხრივ საქმე, საკმაოდ მწირი რესურსების ბაზაზე უწევთ მათ მუშაობა და ამის არ გამოყენებაც უკვე ჩემის აზრით აბსოლუტურად არასწორია. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.